დღეს პარლამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს აირჩევს. აღნიშნულ პოსტზე წარდგენილი მამუ გამდინარაძე კენჭისყრამდე უწყების მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარ გეგმებს და ხედვებს წარადგენს. ჰელსინკის კომისია 10 სექტემბერს მოსმენას პარტნიორიდან პრობლემამდე საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა გამართავს. როგორც გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, ქართული ოცნება ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და ამერიკის სხვა მეტოქეებთან ურთიერთობებს აღრმავებს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ცნობები აქვს, რომელსაც უახლოეს დღეებში საზოგადოებაც გაიგებს. მისი თქმით, თუ პუტინთან გამართული შეხვედრიდან არაფერი გამოვა, ამერიკა განსხვავებულ პოზიციას დაიკავებს. რუსეთს იმედი აქვს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარება რუსეთისთვის პრიორიტეტად რჩება. თუ ფხენიანს როგორმე შეუძლია რუსეთის დახმარება, ის ამას აუცილებლად გააკეთებს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ეს მათი ძმური მოვალეობაა. ავსტრიის კანცლერის თქმით, ქვეყანა ნეიტრალური სტატუსის შეცვლას და ნატოში გაწევრიანებას არ აპირებს. კრისტიან შტოკერი ამ განცხადებით დიმიტრი მედვედევს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ ალიანს ცენტრალური ევროპის კიდევ ერთი ქვეყანა შეუერთდება, ეს კონკრეტულ საპასუხო რეაგირებას გამოიწვევს.